რატომ დაერია ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ყმებს და რა უნდა მათგან? რას ითხოვს? ხომ თვითონ მის სამდენი წელი ფულის გაკეთების, ქონების დაგროვებისა და გამდიდრების შესაძლებლობა მას. ახლა რა უნდა? რატომ მიუტრიალდა მათ და დიდი წმენდა წამოიწყო? იმან რაც თორნიკე რიჯვაძის თავს მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. იმდენად ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ბუნებრივად გაჩნდა ბევრი თეორია. რა მოხდა სინამდვილეში, მათ შორის ყველაზე შემზარავი რეჟიმის ოფიციალური ვერსია. თუ დავიჯერებთ, რომ თორნიკე რიჯვაძე მართლასა და თვითმკვლელობა და მანამდე ის წერილი დაწერა, რომელიც რეჟიმმა გამოაქვეყნა, რა გამოდის? მას ივანიშვილის გარემოცვა აბრალებს ფულის მოპარვას, პარტიული ოფშიაკიდან ფულის მოტეხვას, თუ ზედმეტად გამდიდრებას, ის ცდილობს საკუთარი თვითმკვლელობით შეაცოდოს პატრონს საკუთარი ცოლ-შვილი და ოჯახი. კი, მის გამოიკლავს თავს, მაგრამ მასვე სთხოვს ოჯახზე ზრუნვას. რა არ გვინახავს ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ადამიანის ასეთი განადგურება, ასეთი გაჭყლეტვა რთულია გავიხსენოთ. თორნიკე რიჯვაძე სიკვდილს ებრძვის და მის მიმართ ბევრად მეტი თანაგრძნობა იმ ხალხმა გამოხატა, ვისაც თავად ის ადამიანად არ თვლიდა, სანამ ორ ფეხზე იდგა. იმ ხალხმა, ვისი განადგურების ამოცანასაც ემსახურებოდა მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. როგორც 37 წელს ვერ ბედავდნენ დაპატიმრებულთა ოჯახებში მისვლას, ცოლ-შვილის მოკითხვას, ასევე ახლა ვერ მიბედეს საავადმყოფოსთან. შემთხვევით კადრში რომ არ მოხვედრილიყვნენ, ვინმეს არ დაენახა, რომ რიჯვაძესთან რამე ადამიანური აკავშირებდათ. სწორედ ესაა რეპრესიული რეჟიმის უბედურება და წყევლა. ის ამრავლებს და ახარებს უკეთურებას, სიხარბესა და შურს, საშინელ ადამიანურ თვისებებს, რომელთა სახელებიც ოცნების დროშას აწერია. ყველას ახალ თუ ძველ გამდიდრებულ კოდს ერთი და იგივე კითხვა აქვთ. რატომ ახლა და რატომ მათ? სიმართლე კომბინირებული ერთი მხრივ ივანიშვილის აშკარა პარანოია შეთქმულებათა ამოხსნის მუდმივი პრაქტიკა მას მოწყვლადსაც კი ხდის მათ მიმართ, ვინც ამ თვისებაში გამოიჭერს. დიდი ხნით ვერა, მაგრამ ცოტა ხნით ის საშუალებას იძლევა მისით იმანიპულირონ. სწორედ ეს დაშვება მოხდა ახლა ირაკლი კობახიძეზე. ისა ახლა ახალი ეჟოვი პარტიული წმენდა რომ უნდა მოაწყოს, რადგან აღმოაჩინა რომ ბელაც ატყუებენ. ამდენი წელია ძარცვავენ, მან კი ეს დანაშაული აღმოაჩინა. კობახიძეს ალბათ ვინმე ისიც უნდა გაახსენოს, რომ ეჟოვს მალევე მოყვა ბერია და ბერიას ხელითვე დაიხრიტა, როცა ბელაც ახალი ხელთათმანი დაჭირდა, მაგრამ ეს მერე იქნება. ამის პარალელურად კი ივანიშვილი ხვდება, რომ ფული აღარ აქვს. რეჟიმი კი გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა და ვიზრდებით, მაგრამ საბიუჯეტო შემოსავლებს ეს არ ეთხოვა. რეჟიმის ბიუჯეტის შევსება უჭირს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფულობაა. ფურცელზე და რეალურადაც ბიუჯეტი შეავსეს. არ გეგონოთ, რომ ჩამორჩენა აქვს, მაგრამ შეავსეს რის ხარჯზე? ფული ბიზნესიდან ძალით ამოიღეს. შესთავაზეს წინასწარ გადასახადების გადახდა. აი, თქვენთან რომ მოვიდეს ვინმე და კომუნალური გადასახადების წინასწარ გადახდა გთხოვონ, გადაიხდით? ალბათ არა. ასეა ბიზნესი და არც მათ არ უნდა წინასწარ ფულის ხდა, მაგრამ უწევთ, რადგან რეჟიმის გეგმები უნდა შესრულდეს. ბოლო წლებში ბიუჯეტი განუხრელად იზრდებოდა იმის ხარჯზე, რომ პოსტპანდემიური გამოღვიძება იყო, იმის ხარჯზე, რომ უკრაინის ომის ფონზე ქართულმა ეკონომიკამ ისარგებლა. ამან მადა გაზარდა. ახლა კი პროცესი პირიქით დაიწყო. ფულის რაოდენობა მცირდება, მადა კი იგივე ვერ დარჩება. ამ ახალ რეალობას უნდა მოერგოს ქართული ეკონომიკა. შეძლებს კი ამ შემცირებული საჭმელი ფულის ფონზე იმ სოციალური კონტრაქტის ამუშავებას ივანიშვილი, რომელიც მან მისი მხარდამჭერების ელიტურ ნაწილთან დადო. თქვენ ფული აკეთეთ და სხვა ყველაფერზე თვალი დახუჭეთ. ფულის კეთების სივრცე ვიწროვდება. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს მხოლოდ დროებითი ზომა თუ იქნება, რაც უფრო დახურული ქვეყანა გახდება საქართველო, მით უფრო ნაკლები ფული ტრიალებს აქ. ანუ მით უფრო ნაკლები ფული ექნება ივანიშვილს, რომ რეჟიმი გამოყვებოს. მათი მადა კი გაიზარდა და ახლა მადის შევიწროება ხდება. ყველაზე დიდი ულუფა ბუნებრივია ივანიშვილს ეკუთვნის და სხვებს მოუწევთ მადის შემცირება, ან ამ მადაზე საერთოდ უარის თქმა. თუ არა და როგორც უკვე ვნახეთ, თვითმკვლელობამდე მიყვანა ივანიშვილის სამარკო ნიშანია.